მოგესალმებით მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს 12 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ის სისტემა ინერგება, რომელიც ნატოს წევრ ქვეყნებში მოქმედებს. ახალი სისტემის მიხედვით თანამდებობებზე კანდიდატის დანიშვნა პირადი საქმის შესწავლის შემდეგ მოხდება. სამინისტროში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას შერჩევის საბჭო მიიღებს, რაც თავდაცვის უწყებაში პერსონალური მენეჯმენტის კუთხით მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია. ახალი სისტემის საფუძველზე კანდიდატურების მაქსიმალურად ობიექტურად შერჩევა უნდა მოხდეს. უწყების ინფორმაციით ამ პრინციპის გამოყენებისას თავიდან იქნება აცილებული არაკვალიფიცირებული კადრების თანამდებობაზე დანიშვნა ან მათი სასწავლებლად გაგზავნა. ასევე გამორიცხულია სუბიექტური ზეწოლა და პროტექციონიზმი. შერჩევის საბჭოს პირველ სხდომაზე წევრებმა უკვე განიხილეს და გამოიყო ის კანდიდატები, რომლებიც საზღვარგარეთ სამხედრო სასწავლებლებში გაიგზავნებიან. კანდიდატების შერჩევა კოდირებული ნომრებით მინიჭებული პირადი საქმეების შესწავლის საფუძველზე მოხდა. ეს არის ჩემი აზრით თავდაცვის სამინისტროში ამ რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს იქნება ხერხემალი, სწორედ რომ სწორი კადრები სწორ ადგილას იყოს შერჩეული და რაც მთავარია, ოფიცერს ჰქონდეს ზუსტად წარმოდგენილი, რომ მისი კარიერა თავისი ნიჭის, თავისი პროფესიონალიზმის და გამოცდილების შესაბამისად იქნება განხორციელებული. იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქითკენ, რომ რეალურად გატარდეს ის მნიშვნელოვანი რეფორმები თავდაცვის სისტემაში, რომელიც ჩაიდო მინისტრის ხედვაში და ზოგადად სტრატეგიულ დოკუმენტებში, რომელიც მომზადდა თავდაცვის სამინისტრო. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სახელმწიფო მინისტრმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა ინსტიტუტში გამართა. სემინარს სახელწოდებით საქართველო 2012 წლის არჩევნების შემდეგ გეოპოლიტიკური არჩევანი, ოსლოში დიპლომატიური კორპუსის კვლევითი ცენტრების და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების კუთხით ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. საუბარი შეეხო რუსეთთან ურთიერთობას და მოლაპარაკების პროცესს, რომელიც მეზობელ ქვეყანასთან ჟენევის ფორმატში მიმდინარეობს. საქართველო არასოდეს აღიარებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და ეს უნდა გააანალიზონ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებაც. ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებას არ შევცვლით. ერთი რამ ცალსახაა უნდა გამოირიცხოს სამხედრო ინტერვენცია. ჩვენ ჩვენი მხრივ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში არასოდეს ჩავრთავთ სამხედრო ძალას და კარგი იქნება თუ რუსეთის მხარეც მოაწერს ხელს მსგავს დოკუმენტს. მიუხედავად ამ საკითხის სირთულისა, ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა დავსხდეთ და დავიწყოთ ამ საკითხის ირგვლივ საუბარი. თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საფრანგეთის საელჩო. საელჩოში განმარტავენ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა დაამთავრა, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს იურიდიული განათლება. ამავე სკოლის კურსდამთავრებულები მუშაობენ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოში, რომელიც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა. თეა წულუკიანმა შეძლო მუშაობის დაწყება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. ამიტომაც ვადასტურებთ, რომ როგორც საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის ყველა კურსდამთავრებულს ქალბატონ თეა წულუკიანს აქვს იურიდიული განათლება. აღნიშნავენ საფრანგეთის საელჩოში. მეცხრე არხი მომდევნო გამოშვებებში უკვე საფრანგეთის ელჩის კომენტარს შემოგთავაზებთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი სამეურვეო საბჭოს უნდობლობას უცხადებს. არხის თანამშრომლებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ტელევიზიაში შექმნილი ვითარება ბადებს ეჭვს, რომ პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული. პროდიუსერის გოგა ჩართულანის განმარტებით სრულიად გაუგებარია ის მიზეზი, რის გამოც სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ასევე ჩნდება კითხვა, რატომ შექმნა კრიზისი მხოლოდ ერთი ადამიანის, კერძოდ ხათუნა ბერძენიშვილის გათავისუფლებამ, მაშინ, როდესაც მანამდე არხიდან 100 მეტი თანამშრომელი დაითხოვეს და ამაზე საბჭოს რეაგირება არ მოუხდენია. რომელ კრიზისზეა საუბარი, ვინ შექმნა ეს კრიზისი, ყოველ შემთხვევაში ეს კრიზისი გენერალურ დირექტორს ამ ეტაპზე ნამდვილად არ შეუქმნია მას თავად. თუ კრიზისული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობდა თანამშრომლის ერთი თანამდებობიდან მეორე თანამდებობაზე გადაყვანას, არ ვიცი თუ შეიძლება ეს იყოს მით უფრო პოლიტიკური კრიზისის საფუძველი. ვიმედოვნებ, რომ ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომელიც ალბათ სულ მალე გახდება რეალობა, შექმნის იმის საშუალებას, რომ აქ შეიქმნას ისეთი ბორდი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი
კრიზისით და მისცემს გენერალურ დირექტორს იმის საშუალებას, რომ მან განახორციელოს ნორმალური მენეჯმენტი. ბორდის მიმართ ჩვენი უნდობლობა ეს არის ერთმნიშვნელოვანი, ჩვენ მივმართავთ პარლამენტს. ერთხელ და სამუდამოდ ჩადგეს საზოგადოების სამსახურში ეს ტელევიზია. ძალიან გთხოვთ, ეს გვინდა ჩვენს, ეს უნდა საზოგადოებას და რამდენიმე ადამიანს, ვისაც ეს არ უნდა, ძალიან გთხოვთ მონახონ გაცილებით სასარგებლო საქმე თავიანთთვის. ამ წუთებში პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ. მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაა, რომ 2013 წლის იანვრამდე ჩადენილ სამეწარმეო დანაშაულზე ამნისტია გამოცხადდეს. რა პოზიცია აქვს დეპუტატებს ამ საკითხზე? მირიან გორგოძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში საკანონმდებლო ორგანოდან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს უნდა მომხდარიყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ლიბერალიზაციის თაობაზე შემუშავებული კანონპროექტის განხილვა. ამ კანონპროექტის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად ადმინისტრაციული წესით იცვლება, თუმცა იმის გამო, რომ ამ საკითხზე მომხსენებელმა გარკვეული მიზეზების გამო დღეს პარლამენტში მოსვლა ვერ შეძლო, ამ თემის განხილვა გადაიდო. ამის გამო დღეს ამ წუთებში მიმდინარე იურიდიულ კომიტეტზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა არის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ, რომელიც თავის მხრივ სამეწარმეო, ფინანსური, ეკონომიკური დანაშაულებების ამნისტირებისა და ასეთი დანაშაულთა დეკრიმინალიზაციის თაობაზე გულისხმობს, დეკრიმინალიზაციას გულისხმობს. ანუ მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ შეწყდეს აღძრული სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პირთა მიმართ და სასჯელისაგან გათავისუფლდნენ ის მეწარმეები, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლების მიხედვით სამეწარმეო დანაშაული 2013 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს. საპარლამენტო უმრავლესობა სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის ამ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, რადგან მათ ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს ამ კანონპროექტით მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი ფინანსური დარღვევები დაფაროს. Როცა საუბარია ფინანსურ ამნისტიაზე, ეს არ არის ფინანსური ამნისტია, ეს არის დანაშაულების პატიება, ეკონომიკური დანაშაულების პატიებაზე. თორე ის მეწარმეები, რომელსაც შრომობენ, წვალობენ, მაგრამ გადასახადები აქვს დაგროვილი და ვერ იხდიან, იმათ არ ეხებათ ეს ამნისტია. ეს ამნისტია ეხება იმ თაღლითებს, რომელსაც ეკონომიკური თაღლითობა ჩაიდინა. ეს ამნისტია ეხება იმ ეკონომიკურ დანაშაულს, რომელიც გარკვეული გაყალბებით, საფუძვების გაყალბებით ჩაიდინეს. რეალურად წინა 8-9 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით არანაირი კანონი არ ეხებოდა, იყო სრულიად სხვა სივრცეში და მათი არც დაჯახდებოდა, არც არანაირი შემოწმება. დღეს უნდათ, რომ უამრავი ათასობით ადამიანი გაუბედურდა იმ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით და ეს მცირე ჯგუფის ფაქტურად გადარჩენის სცენობაა. ამიტომ ძალიან ძნელია მოიძებნოს ადამიანი, ვინც ალბათ ამას მხარს დაუჭერს, თუმცა ჩვენ განხილვა მაინც გვექნება. გარდა ამ საკითხისა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე დეპუტატები ასევე იმსჯელებენ პატიმრობის კოდექსში შესატანით ცვლილებების თაობაზე და ასევე განიხილავენ საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მადლობა მირიან, ეს იყო მირიან გორგოძე პარლამენტიდან, სადაც პრეზიდენტის ინიციატივას განიხილავენ. პრეზიდენტი აპირებს, რომ ბობოყვათის რეზიდენცია მთავრობას ჩააბაროს. განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში საზაფხულო თეატრში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. აქამდე ყველას ეგონა, რომ მესტიაში რაც კეთდებოდა, ბათუმში რაც კეთდება, ანაკლიაში, ახალციხეში რაც კეთდება, ყველაფერი ეს არის ვიღაცის აკვიატება და ეს ყველაფერი თურმე ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაჩეროთ. ვაპირებ ბობოყვათის რეზიდენცია დავუბრუნო მთავრობას. ვაპირებ, რომ აქ პრაქტიკულად აღარ ვიარო, განაცხადა პრეზიდენტი. ვაპირებ, რომ ბობოყვათის რეზიდენცია ჩაობარო უკან მთავრობას, ნამდვილად არ ვაპირებ, რომ აქ ჩემთვის რაღაცა მოეწყო. პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ახალ რეიტინგში საქართველოს პრემიერ-მინისტრი 229 ადგილს იკავებს. ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება გასულ წელთან შედარებით 1,1 მილიარდი დოლარი შემცირდა. თუკი 2012 წელს გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი 6,4 მილიარდი დოლარი იყო, 2013 წლის ანგარიშით მისი ქონების ღირებულება 5,3 მილიარდია. გამოცემა მილიარდელის
ქონების შეფასებაში კორექტირებას ქართულ პოლიტიკაში მოსვლამდე ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთის ფედერაციაში ბიზნეს აქტივების გაყიდვით ხსნის. ბიზნესმენმა საერთო ჯამში $1.3 მილიარდი ქონება გაყიდა. რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანს რეიტინგს კვლავ მექსიკელი კარლეს სლიმი ლიდერობს, რომლის ქონება $73 მილიარდ შეადგენს, მეორე ადგილს კი $67 მილიარდი ამერიკელი ბილ გეიტსი იკავებს. მძიმე დაშავდა ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად მძღოლი, რომელიც Volkswagen-ის მარკის ავტომანქანით გზაზე მოცურდა და ხეს შეეჯახა. მანქანის უკანა ნაწილი მტკვარში გადავარდა. მძღოლი სასწრაფო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი და საპატრულო პოლიცია მუშაობდა. სამაშველო დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მანქანაში მძღოლის გარდა არავინ იმყოფებოდა. მივიღეთ შეტყობინება ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიასთან Volkswagen-ის მარკის ავტომანქანა გადავიდა გზისავალი ნაწილიდან, სადაც შეეჯახა ხეს. ადგილზე გამოსხადა ორი სამაშველო სახანძრო ბრიგადა, მოხდა დაშავებულის გამოყვანა და ამჟამად გადაყვანილი არის კლინიკაში. მდგომარეობას ვერ ვერტოთ, პირველადი დავით ჩაუტარდა და ეგრევე გადაიყვანეს. უკვე მეორე დღეა ჯვრის უღელტეხილზე სატრანსპორტო მოძრაობა შეწყვეტილია. ინტენსიური თოვის და ზვავ საშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამ დროისათვის დასაშვებია მოძრაობა ლარსის მიმართულებით. ნათია ხართიშვილი უფრო დეტალურად ისაუბრებს, რა ხდება საქართველოს მაღალმთიან რეგიონში. ნათია გისმენთ. მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე მეორე დღეა, რაც ჯვრის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია. გადაადგილება ამ მონაკვეთზე აკრძალულია ნებისმიერი ტიპის ავტომობილისათვის, რაც შეეხება კობი, ყაზბეგი, ლარსის მიმართულებით გზა თავისუფალია და ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. როგორც საგზაო დეპარტამენტის სამსახური იუწყება, ისინი გაწმენდით სამუშაოებს ნაწილობრივ უკვე დაიწყებენ უახლოეს მომავალში. არის ზვავსაშიშროება, რის გამოც ვერ ხერხდება ჯერჯერობით გაწმენდით სამუშაოების ჩატარება გუდაურის მონაკვეთზე. დიდი მადლობა, ნათია ხართიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი მცხეთის ნომერ 1 საჯარო სკოლის მასწავლებლებს შეხვდა. გია მამულაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრისას ცენტრის ახალ პროექტზე ისაუბრა, რომელიც სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას გულისხმობს. ცენტრის დირექტორის თქმით, პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლებში შეიქმნება პროფესიული გადამზადების ჯგუფები და თითოეული ჯგუფის წევრი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში პროგრამის პილოტირება მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონიდან 21 სკოლა მონაწილეობს. მასწავლებლებს გავაცანით სიახლე, რომელიც ხორციელდება მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. ეს არის სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა მნიშვნელოვან როლს შეიტანს სასკოლო ცხოვრების განვითარებაში. ძალიან საინტერესო პროგრამაა, დღევანდელი წარმოდგენილი პროექტი და ვფიქრობ, რომ ძალიან დროულია. იმიტომ რომ ნამდვილად ამის საჭიროება ადგილებზე, სკოლებში ნამდვილად არის. ანსამბლი ერისიონი რუსეთში გაემგზავრა. სპეციალურად ამ ვიზიტისთვის ანსამბლმა ახალი ცეკვა დადგა. ერისიონის კონცერტები რუსეთში მოქმედი ებრაული საპროდიუსერო კომპანიის ეგიდით იმართება. გამგზავრების წინ ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა კომენტარი გააკეთა იმ უარყოფით შეფასებებზე, რომელიც რუსეთში დაგეგმილ გასტროლებს მოჰყვა. საუბარია საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის განცხადებაზე. ნიკოლოზ ვაშაკიძე მოსკოვის სცენაზე ქართველი მოცეკვავეების გამოსვლას აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების საფლავებზე ცეკვა უწოდა. 2008 წლიდან არ ყოფილა ხელში, არ ყოფილა, თუმცა გვიუწევდნენ ყოველთვის, ყოველი შემოდგომა და ყოველი გაზაფხული იყო მოწევა, მოწევის ფურცლებს რო ყოფილოდით და ლაპარაკებიც იყო, მაგრამ ნუ ახლა მოგეხსენებათ, ცოტა ძნელი იყო მაღაზე ლაპარაკი იმ წლებში. რა თქმა უნდა, მღერვალება ძალიან დიდია. გველოდება ქართული დიასპორა, ყველგან ქართველები გარდა მაგისა ადგილობრივი მაცხოვრებელი სპეციალურად გავაკეთეთ პროგრამა. ამ პროგრამაში შევიტანეთ აფხაზური ცეკვა, ვინაიდან გვაქვს ოსური ცეკვა სიბდი, გვაქვს აჭარული, ეს ყველა ავტონომიური რესპუბლიკების ჩვენ საშუალება გვეძლევა, რომ აი ეს ყინული გავალღოთ და იმ ნორმალურ ადამიანებს და არა პოლიტიკოსებს, არამედ იმ ხალხს, ვისაც კი უყვარს საქართველო, მისი ხელოვნება, მოვეფეროთ და ჩავეხუტოთ.
სამართალდამცველებმა ბაღდადში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. გამოძიების მტკიცებით ბრალდებულმა შურიზიების მიზნით გენადი გუბელაძეს დანის მრავალჯერ დარტყმით ხელზე მძიმე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში აიყვანეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცხელ გვალზე დაკავდა ბაღდადის რაიონის სოფელ ფერცაჩი მცხოვრები პირი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 101 მუხლით. გამოძიებას იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარის სამმართველო აწარმოებს.